მორჩილება ეს არის ადამიანის ისეთი თვისება, რომელსაც ძალიან დიდი ნებისყოფა ჭირდება. ამის გარეშე, რა თქმა უნდა, ქრისტიანობა არ არსებობს. ამის გარეშე, რა თქმა უნდა, რწმენა არ არსებობს. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ლაპარაკია ღვთისცნებების მორჩილებაზე. მაგრამ ღვთისცნებების მორჩილება ნიშნავს, თუ ჩვენ მას გავშიფრავთ, უამრავ რამის მორჩილებას და ვინმეს მორჩილებას. მაგალითად, უფროსის მორჩილებას, კანონის მორჩილებას. თუ რა თქმა უნდა, ეს უფროსი და ეს კანონი ღვთისაწინააღმდეგოს არ მეუბნება. შვილების მორჩილება მშობლებისადმი, ცოლის მორჩილებას ქმრისადმი. აი, მორჩილება ქმრისადმი. თქვენ ფიქრობთ, რომ ქმრისადმი მორჩილება ეს არის უმნიშვნელო რამ. და დღევანდელი ემანსიპირებული ადამიანი, დედაკაცი, რომელიც ებრძვის ვითომ ემანსიპაციას, როცა გამოდიან უღმერთოები და ესე იგი ემანსიპაციის შესახებ ამაღლა საუბრობენ, იმათ თითქოს ებრძვიან, საქმეზე რომ იდგება, თითოეული ცოლი არის ურჩი ქმრისა. როდესაც თქვა ვესაუბრებით ამის შესახებ, ესე იგი მეუღლეებს და უხსნით და მრევლს და უქადაგებთ, მათაც ძალიან აწუხებთ, იმიტომ რომ შეუძლებელად მიარჩნიათ ქმრის მორჩილება. რა თქმა უნდა, როდესაც მეუღლე სისულელეს აკეთებს, როდესაც მეუღლე ღვთისაწინააღმდეგოს აკეთებს და შენს გიბიძგებს, როდესაც იგი უზნეობისაკენ უბიძგებს, გიბიძგებს შენ შვილებს ოჯახს, ამაში არ უნდა დაემორჩილო. მაგრამ სხვა საკითხებში უნდა დაემორჩილო. ეს არის უმძიმეს ცოდვა. პავლე მოციქული იმასაც ამბობს, რომ ერთმანეთს დაემორჩილეთო, ესე იგი ქრისტეს სიყვარულიც აქვს. რას ნიშნავს ქმარი დაემორჩილოს ცოლს? ცოლს თავის ფუნქცია აქვს ოჯახში და ქმარს თავის ფუნქცია აქვს. ხშირად გვითხოვს, მოდი კიდე გავიმეორებ. სტრატეგია ძირითადი ოჯახში მიყავს ქმარს, სულიერი ცხოვრება, მატერიალური უზრუნველყოფა. თუმცა დღეს ბევრი რაღაცა თავდაყირა დგას სულიერ ცხოვრებაში და მატერიალურ უზრუნველყოფაშიც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სტრატეგია ესეთია: ქმარს ევალება, ოჯახი ღმერთთან მიიყვანოს და ქმარს ევალება, ოჯახი მატერიალურად უზრუნველყოს. ქმარს ევალება, ყაჩაღი რო შემოვარდება, დაიცვას ოჯახი და თუ ტყვია მოდის, პირველი მკერდი შეუშვიროს. ეს არის ქმრის მოვალეობა. ის უნდა იყოს ავტორიტეტი, ღირსეული, არა ისეთი, რომ ესე იგი უღირსად იქცეოდეს, უზნეოდ იქცეოდეს და წარმოგიდგენთ რა მაგალითი შეიძლება იყოს შვილებისათვის. მაგრამ რა ევალება ცოლს? რა თქმა უნდა, სიწმინდის შენახვა უპირველეს ყოვლისა არის მეუღლის დამსწრება. ცოლის საქმე შეიძლება ასე ითქვას. სიწმინდე, არაზნეობა, მადლობა ღმერთს, ჩვენი დედების უდიდესი უმრავლესობა ზნეობრივი ადამიანები არიან. პატიოსნები არ ღალატობენ თავად მეუღლებს. ლაპარაკია არაზნეობაზე, არამედ სიწმინდეზე, რომელიც ღვთის გარეშე არ არის. იმ ოჯახის უდიდესი უმრავლესობა, სადაც დედები არ არიან მლოცველები, შვიდნი და კეთილნი, იმათი შვილები ურწმუნოებაში გიებენ. საიდან ვიცი ეს? არა მარტო წიგნებიდან, პრაქტიკიდან, ჩემი სამღვდელო პრაქტიკიდან. დედა მორწმუნეა? ზოგადად არა. მლოცველი, მარხველი, შვიდი მოსიყვარულე. შვილები არიან მორწმუნეები. დედა ურწმუნოა? ანუ არ არის მლოცველი, არ არის ეკლესიური და ასე შემდეგ. ქმარი ასე უნდა თავგადაყრილი მორწმუნე იყოს. შვილები არიან არაეკლესიური. ეს არის რეალობა. ამას ადასტურებს პრაქტიკა, ამას ადასტურებენ წმინდა მამები, ამას ადასტურებენ ქართული და ნებისმიერი კლასიკური ლიტერატურა, სადაც მეტნაკლებად ქრისტიანულ ოჯახზეა საუბარი. ისაც ეს აგიკითხავთ, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ რას ნიშნავს მლოცველი დედა, როცა შვილები ამას ხედავენ. ეს ერთი. და მეორე, ყოფით ცხოვრებაში ოჯახის პრაქტიკული გაძღოლა. იონოქროპირი პირდაპირ გეუბნება, რომ ქალს აქვს მიცემული, დედაკაცს აქვს მიცემული ნიჭი პრაქტიკული გადაწყვეტილების მიღებისა ოჯახის საკითხებში. სტრატეგია თუ ქმრის არის პრაქტიკა, ცოლის შეიძლება იყოს და ის ქმრები, რომლებიც უგულებელს ყოფენ ცოლის ამ ნიჭს და არ ახედებენ ცოლს თავის ოჯახის პრაქტიკულ საქმიანობაში, ეს ოჯახები როგორც წესი ვერ ვითარდება წესიერ. და ძალიან ხშირია ხოლმე, რომ ქმარი წელებზე ფეხს იდგავს, მაგრამ არაფერი არ გამოდის, იმიტომ რომ ესე იგი ცოლს ხვის არ აყოფინებს საქმეში. ანუ პრაქტიკულ საკითხებში მას რჩევებსაც არ ეკითხება. არც ესე იგი მის რჩევებს ითვალისწინებს, თუ არ ეკითხება. აქედან გამომდინარე, ცოლს თავის საქმე აქვს, ქმარს თავის საქმე აქვს, როცა არ სრულდება ეს ყოველივე, ოჯახი რა თქმა უნდა ვერ ვითარდება, ვერც სულიერად და ვერც ყოფილად.